სასტრაფოა. ის რაც ამჟამად ირანის რეჟიმს შიგრიდან შლის, მხოლოდ ომის ხილული ზემოქმედება კი არ არის, არამედ ეკონომიკური დახრჩობა, რომელიც შიგრიდან ვითარდება და სულ უფრო მეტად აჩენს ზეწოლის ქვეშ მყოფ ხელისუფლებას. 2026 წლის 14 აპრილს სურათი კიდევ უფრო ნათელი გახდა. ქვეყანა დევალვირებულ ვალუტას, დამახჩობელ ინფლაციას, პროტესტებს, სანქციებს, სავაჭრო შეზღუდვებსა და ომის ხარჯებს ებრძვის, რაც სისტემას კიდევ უფრო ღრმა კრიზისისკენ უბიძგებს. თავარი აზრი პირდაპირია. რაღაც ნამდვილად აკრობს ირანის რეჟიმს ის ესე, როგორც ეს მას მრავალი წლის განმავლობაში არ უნახავს. რა მოხდა? ირანის ეკონომიკა მკვეთრი გაუარესების გზაზე დადგა. ვინ არის ამ ყველაფრის ცენტრში? თავად რეჟიმი, თეირანის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა, რომელიც კონფლიქტების, სანქციებისა და სოციალური აჯანყების ზეწოლის ცოლისქვეშაა. სოფლიო ბანკმა 2016 წლის აპრილის ანგარიში განაცხადა, რომ ეკონომიკური საქმიანობა სერიოზულად შეარყია კონფლიქტებმა, სანქციებმა და სოციალურმა მღელვარებამ. ინსტიტუცია აფასებს, რომ 2025-დან 2026 ეკონომიკურ წელს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდება. მარტის დასაწყისში ვალუტის 44%-იანი გაუფასურება და თებერვალში 62.2%-იანი ინფლაცია, ხოლო საკვების ინფლაციამ 99%-ს მიაღწია. ეს ხელს უსხობს ახსნას, რატომ შეწყვიტა კრიზისმა მხოლოდ სამხედრო ხასიათი და გადაიქცა სტრუქტურულ რხევად. როდის გახდა ეს კოლაფსი შეუძლებელი დასამალად? 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში, როდესაც ირანის ვალუტა მკვეთრად დაეცა და უკმაყოფილება ციფრებიდან ქუჩებში გადავიდა. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტები მას შემდეგ აგორდა, რაც რეალი დაეცა 1.42 მილიონამდე დოლარზე, შემდეგ კი 1.5 მილიონამდე. Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა გადადგომა შეიტანა კრიზისის გაღრმავების ფონზე, მაშინ როცა ინფლაცია უკვე 48.6%-ს აღწევდა ოქტომბერში. სად გამოჩნდა ეს ყველაზე ძლიერად? თეირანში, ბაზრებში, ვაჭრობაში და ჩვეულებრივი მოსახლეობის ჯიბეში. როგორ? უფრო მაღალი ფასებით, ნდობის დაკარგვით და შეგრძნებით, რომ სახელმწიფო ვეღარ ახერხებს ფულის ღირებულების დაცვას. შემდეგი დარტყმა გარედან მოვიდა. ომმა და დაძაბულობამ ჰორმუზის სრუტეში კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები ვაჭრობაზე, ტრანსპორტსა და ენერგიაზე. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფლიქტის ახალმა ეტაპმა შეერთებული შტატები აიძულა გამოეცხადებინა საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებზე, რაც პირდაპირ აისახა ნავთობის ნაკადებზე. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ Reuters-ის რეპორტაჟში განაცხადა, რომ ეს იყო მიწოდების ყველაზე დიდი შოკი ისტორიაში. დღეში 1.5 მილიონი ბარელის დაკარგვით გლობალურ ბაზარზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და Associated Press-მა ასევე აღნიშნეს, რომ ირანის გარშემო მიმდინარე კონფლიქტი უკვე ზეწოლას ახდენს გლობალურ ზრდასა და ინფლაციაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რეჟიმისთვის? რადგან უკვე სუსტი სისტემა კიდევ უფრო მეტ შემოსავალს კარგავს, ნაკლებად პროგნოზირებადია და ნაკლები შესაძლებლობა აქვს, რომ კრიზისი ქვეყნის შიგნით შეაკავოს. ამავე დროს მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვითარებას კვლავ აკონტროლებს. თავად მსოფლიო ბანკმა დააფიქსირა სავალუტო სუბსიდიების შემცირება, სუბსიდირებული ბენზინის კვოტის შემცირება და აუცილებელი ნივთების შესაძენად ელექტრონული ვაუჩერების შექმნა. ანგარიშის მიხედვით გამოცხადებული პროგრამა ითვალისწინებს 10 მილიონი რეალს, ანუ დაახლოებით $7 თითო ადამიანზე, 80 მილიონი მოქალაქისთვის. თუმცა თავად დოკუმენტი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივ ანაზრაურებს ოჯახებზე დარტყმას. ამ სამშაბათს სააგენტო Reuters-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ნავთობის მინისტრმა პირობა დადო გამოიყენებს ნავთობის ბოლო შემოსავლების ნაწილს აღდგენისთვის. მაგრამ ეს პასუხი უფრო დროებითი გამოსავლის შთაბეჭდილებას ტოვებს და არა რეალური გადაწყვეტისას. ეს არის საგანგებო მართვა და არა ნამდვილი აღდგენა. და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რატომ შეიძლება ეს დამანგრეველი იყოს რეჟიმისთვის? იმიტომ, რომ ასეთი რეჟიმები მხოლოდ სიტყვებით არ არსებობენ. ისინი არსებობენ კონტროლით, ფულის ბრუნვით, აპარატის დაფინანსების უნარით და აჯანყების ზრდის აღკვეთით. სოფლიო ბანკის მიხედვით ირანელების 36% დღეში $8.30-ზე ნაკლებით ცხოვრობს და აფრთხილებს უფრო დიდი სიღარიბის, აუცილებელი საქონლის დეფიციტისა და მასობრივი ემიგრაციის რისკზე, თუ კონფლიქტი და არასტაბილურობა გაგრძელდება. Associated Press-მა აჩვენა, რომ ბოლოდროინდელი პროტესტები დაიწყო ვალუტისა და ცხოვრების ღირებულების გამო, მაგრამ სწრაფად მიიღო პოლიტიკური ხასიათი.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე დასკვნა პირდაპირია. როცა ფული ფასს კარგავს, საკვები უფრო დიდ წილს იკავებს ბიუჯეტში და ხალხი ქუჩაში აღარაფერს უშინდება. გაუფასურება ეკონომიკური აღარ არის და ძალაუფლების რისკად იქცევა. საბოლოო ჯამში ირანის რეჟიმს არ აქრობს ერთი შეტევა, ერთი ბლოკადა ან ერთი სანქცია. ეს არის ომის საფეთქებითი ჯამი, ინფლაცია, სუსტი ვალუტა, იზოლაცია, შიდა არეულობა და ნდობის დაკარგვა. ვინც ითხოვს, პირველ რიგში იხდის მოსახლეობა, ხოლო შემდეგ ამას თავად ძალაუფლების ცენტრი გრძნობს. სად დასრულდება ეს ყველაფერი? ჯერ კიდევ დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და რეჟიმის უნარზე, შეინარჩუნოს მმართველობის მექანიზმი. მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რაც უკვე დაადასტურეს მსოფლიო ბანკმა, Reutersმა, სავალუტო ფონდმა და Associated Press-მა, დასკვნა მძიმეა. ირანი არ ებრძვის მხოლოდ გარე მტრებს. ის აცხდება შიდა კოროზიას, რომელიც ემუქრება რეჟიმს შიგრიდან შთანთქმით, იშვიათი და ღრმად შემაშფოთებელი ძალით.